ილომშვიდობისა უყურებთ ქრონიკას 9-ზე ახალ ამბებს გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. დუბაიში სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები მომავლის მთავრობათა ჩამოყალიბებაზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. სამიტის ძირითადი აქცენტები ეკონომიკურ სფეროს მოიცავს, თუმცა, როგორც ცნობილია ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია კობახიძის მეთაურობით არაერთი მაღალი დონის შეხვედრას გამართავს. მსოფლიო მთავრობათა რიგით მე-12 სამიტში 30-ზე მეტი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირები და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები მონაწილეობენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ნანა კაკაბაძე გამოიკითხა. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრმა მთავარი საგამოძიებო უწყება 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. მისი განცხადებით გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სწორედ საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სავარაუდო პერიოდი ბოლო 13 წელია. გამოკითხვის მიზეზი იყო ის საჩივარი, რომელიც ნეიტრალურმა მოძრაობამ ჩვენ შევიტანეთ პროკურატურაში და ვითხოვდით გამოძიებული ყოფილიყო 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციის მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელიც ჩვენ აღქმული გვაქვს როგორც გარე ძალების დავალებით შესრულებული დაკვეთები და რომელიც არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. კონკრეტულად წარუდგინეთ მტკიცებულებები სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ჩამოშლასთან დაკავშირებით, კონკრეტული გამონათქვამები და ქმედებები, ასევე მხარდაჭერები დასავლეთიდან იმ ფონდების მიერ, რომელიც ტრამპმა სულ ცოტა ხნის წინ გააუქმა. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ქართულ ოცნებაში გამოეხმაურდნენ. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები მიმართავდნენ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ აგლებდა იმასში, რომ ქვეყანა აგვერიდებინა ომისგან და ასე ვთქვათ არასტაბილურობისგან და დაპირისპირებისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, კვლავაც არ წყდება მცდელობები, კვლავაც გრძელდება მცდელობები, რომ ქვეყანაში შემოიტანონ პოლიტიკური ქაოსი. არც ერთი მცდელობა არ დარჩება მართლმსაჯულების გარეშე, არც ერთი მცდელობა არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე. მე მოუწოდებ კიდევ ერთხელ ყველას თანამშრომლობისკენ, თუ არაფერი აქვს დასამალი გასაგებია და თუ რაღაც სხვა ტიპის პროცესებში იყვნენ ჩართული, მინიმუმ რაც შეიძლება ამ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა გააკეთონ, არის რომ შეწყვიტონ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრება. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილების მიღებისთანავე ჩვენ გვახსოვს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გამოძიების საგანი გამختارიყო არა მხოლოდ 2012 წლამდე არსებული რეჟიმის პირობებში ჩადენილი დანაშაულები, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების თუ ორგანიზაციების მიერ 2012 წლის შემდგომ ჩადენილი ქმედებები, რომელიც მათი აზრით ძირს უთხრიდა ქვეყანას, მის სუვერენიტეტს. ფაქტია, რომ საქართველოს შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ალბათ საბოტაჟიც სწორედ ეს არის და ანჩენზე, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხი უნდა გაცეს პროკურატურამ. საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპარლამენტარმა დანილო დელავალემ შეაფასა. ქრონიკასთან ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ მოუწოდებენ ქართულ მხარეს ეუთოს მიერ აღიარებული არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ. დელავალეს ვარაუდით პარტია, რომელმაც საქართველოს არჩევნებში გაიმარჯვა, ბრიუსელში ძალიან ბევრს არ მოსწონს. მისივე თქმით, როდესაც ხალხი აკეთებს არჩევანს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ნებას. ბრიუსელში სავარაუდოდ ძალიან ბევრს არ მოსწონს პარტია, რომელმაც საქართველოს არჩევნებში გაიმარჯვა. ჩემთვის, როდესაც ეუთო აღიარებს არჩევნებს, იქ მთავრდება ყველაფერი, კითხვებს აღარ ვსვამ. ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიმსჯელოთ, შეიძლება ვაკრიტიკოთ საქართველოს, არ მოგწონდეს გარკვეული შიდა წესები, თუმცა, როდესაც ხალხი აკეთებს არჩევანს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხალხის ნებას და არჩევნების შედეგებს. როდესაც ეუთომ დადო დასკვნა და აღიარა ეს არჩევნები, ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა მოუწოდებდეთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს კონკრეტული უცხოური ძალების და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლების შანტაჟის ობიექტი გახდა, რაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ზიანს აყენებს. გარეჩარევის მცდელობების შეფასებისას აღინიშნა, რომ ითხოვენ იმ სტანდარტის დაცვას, რომელიც დანარჩენ მსოფლიოში მუშაობს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გარკვეული უცხოური ძალების მიერ, მათ შორის ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების და საელჩოების მხრიდანაც ერთგვარი პოლიტიკური, რო იტყვიან, შანტაჟის ობიექტად იქცა. ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და შემდგომ უკვე არჩევნების შემდეგ, როდესაც საელჩოები იქნებოდა თუ სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ ერეოდნენ ქვეყნის წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში. რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და არც ერთი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს თავის ქვეყანაში. არა მარტო პოლიტიკური პროცესი დააზიანა, ეს საბოლოო ჯამში აზიანებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობასაც. ჩვენ სწორედ ის სტანდარტი გვინდა, რა სტანდარტიც მუშაობს დანარჩენ მსოფლიოში, დემოკრატიულ ქვეყნებში და მოვითხოვთ სწორედ ამ სტანდარტის დაცვას. კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებებსაც გამოეხმაურდნენ ქართულ ოცნებაში, სადაც თქვეს, რომ უილსონი განზრახ აყენებდა ზიანს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ კონგრესმენი მისი პოსტებით გარკვეულ ფინანსურ სარგებელს იღებდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთი აგურიც არ დაუდევს საქართველოს-ამერიკის ურთიერთობების განვითარებაში, სამაგიეროდ ძალიან დიდი სიამოვნებით ყოველდღიურ რეჟიმში დღეში 10 ჯერ. ან უფრო მეტად ამ აგურებს შლის, ასე ვთქვათ, შლის ამ ურთიერთობებს. საზოგადოება ხედავს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში რაღაც ახალ ინფორმაციებს, თუ როგორ ცდილობდა საკუთარი, როგორც კონგრესმენი საკუთარი ინსტრუმენტების გამოყენებას იმისთვის, რომ მიეღო გარკვეული მატერიალური, ფინანსური ინტერესი. მე არ გამიკვირდება მომავალში თუ იმასაც შევიტყობთ, რომ პირდაპირ ყიდა, ასე ვთქვათ, თავის საქმიანობას, თუ რომელიმე ტვიტერის დღეში ერთხელ თუ დღეში ორჯერ დატვიტოს შეიძლება გარკვეული ფინანსებით ღირდეს. მას ამოძრავებს ძალიან მარტივი მერკანტილური მიზნები, რაც უკავშირდება მის ფინანსურ კეთილდღეობას, მას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული პრიორიტეტები და ღირებულებები, რომლებიც მიმართულებით ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისკენ, მას რისთვისაც გადაუხდიან ფულს და რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს, შესაბამისად მის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის აქტუალური. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ მედია კუჭუხიძის გარდაცვალების გამო. როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილს შეანათქვამი, მედია კუჭუხიძე ქართულ რეჟისორთა იმ გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიციით სასცენო ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით შეინარჩუნა და განავითარა ქართული თეატრისა და პროფესიული რეჟისურის საუკეთესო ტენდენციები. მედია კუჭუხიძე მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში 80-მდე სპექტაკლი შექმნა რუსთაველის მარჯანიშვილის, გრიბოედოვის, სოხუმის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენებზე. იყო პედაგოგი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქრონიკა 9-ზე დასრულდა, ახალ ამბებს 10-ზე დავუბრუნდებით ეთერს, განაგზობს იმედის დილა.